ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო MGITA 5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის ფარგლებში აპლიკანტთა მიღების და ჩარიცხვის პროცესი დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის უფლება 1000 აპლიკანტმა მოიპოვა. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა შემოგვიერთდება. დილა მშვიდობის, ბატონ თორნიკე. დილა მშვიდობის. როგორც აღნიშნეთ, მეოთხე ამ პროექტის ფარგლებში წელს 11 აპლიკანტმა მოიპოვა უკვე უფასოდ სწავლის უფლება და მოდით აღნიშნოთ ისიც და 1000-მა. და აღნიშნოთ ისიც, რომ 4 მიმართულება იყო წელს და სიახლეც ჰქონდათ ის, რომ AI დაემატა. როგორ მიმდინარეობდა შერჩევის პროცესი, რომ მოგგვათ? მეოთხე განცხადება იყო, ზოგადად თვითონ პროექტი Do It in Georgia რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ საბაზისო უნარების პროგრამა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ პირველი ნაბიჯები გადადგეს ამა თუ იმ მიმართულებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ხდება ტრენინგ პროვაიდერების და კურსების იდენტიფიცირება და შესაბამისად, ყველა ტრენინგ პროვაიდერს სახელმწიფო სთავაზობს, რომ განათავსოს თავიანთი კურსები იმ იდენტიფიცირებული მიმართულებებით, რომელიც გვაქვს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის დაემატა, 4 მიმართულება ახლა. ამის შემდგომ უკვე ცხადდება, მიიღება და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 16 წლის ან ზემოთ ასაკის, შეუძლია რომ შემოიტანოს განაცხადი, აირჩიოს სასურველი მიმართულება, აირჩიოს მაქსიმუმ 5 კურსი და შესაბამისად, შემდეგ უკვე ჩააბაროს ერთიანი გამოცდა და მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებისმიერ წერტილიდან მონაწილეობის დარეგისტრირების შესაძლებლობა. რადგან კურსების უმრავლესობა გახლავთ დისტანციურად, არის კურსები, რომელიც ფიზიკურად მიმდინარეობს, არის კურსები, რომელიც მიმდინარეობს დისტანციურად და არის რომელიც მიმდინარეობს ჰიბრიდულად, ასე რომ მათ თავად შეუძლიათ აირჩიონ რომელი კურსი უნდათ და ნებისმიერ წერტილიდან ჩაერთონ. პროექტის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წელს ჰქონდათ 31000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა და ესე ვთქვათ, ძალიან კარგი შედეგი იყო ეს. რომელი მიმართულებით ჰქონდათ ყველაზე დიდი ინტერესი თუ რომელიმეს გამოარჩევდით და ასევე აი ეს ციფრები ის რომ წლიდან წლამდე ასე იზრდება მოთხოვნა ინტერესი ადამიანების მხრიდან ამ მიმართულებით, რაზე მეტყველებს თქვენი შეფასება რომ გააკეთოთ ამ მიმართულებით? პირველ რიგში პოპულარიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანები დროთა განმავლობაში აკვირდებიან, თუ რა მიმართულებით არის საინტერესო მათთვის განვითარება. შესაბამისად, ერთის მხრივ ყველა ხვდება, რომ ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი სფეროა და შესაბამისად, რადგან თავად ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი იზრდება, ბუნებრივია იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით განათლების კუთხითაც. შესაბამისად, ეს ციფრი, რომელიც ამ წლიდან წლამდე იზრდება, მეტყველებს იმაზე, რომ ერთის მხრივ თვითონ სფეროს მიმართ არის ინტერესი ძალიან გაზრდილი და მეორეს მხრივ ადამიანები დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტად ისე ვთქვათ, ახალი თაობა მოდის და უმეტესად ჩვენს დავაკვირდეთ, ყველაზე მეტად სწორედ ახალი თაობა ინტერესდება ამ კურსებით. მათ ისინი უკვე თავად მომავალს უკავშირებენ ტექნოლოგიებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრებიც იზრდება ამ კუთხით და ყველაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი მიმართულება დღემდე გახლავთ პროგრამირების მიმართულება, არის 4 მიმართულება ჩვენთან, ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მართვა და ახალგაზრდა ხელოვნური ინტელექტიც და ნუ ყველაზე მეტი განაცხადი შემოდის პროგრამირების მიმართულებით, სადაც უკვე ძალიან ბევრი კურსია ფრონტენდის, ბექენდის. აი თუ არის ესეთი თქვენთან აღრიცხვიანობა იმის მიხედვით, რომ აი წინა მონაწილეებმა, ანუ წინა ნაკადების მონაწილეებმა როგორი უპოვეს რეალიზაცია, თქვათ, დასაქმების კუთხით, ან რა შედეგს არის თუ არა ამ სტატისტიკა რო აღინიშნოს, აი თქვათ, დაამთავრა კურსი და მე აი ამ შემდეგ თუ არის ამ სტატისტიკა და როგორ გამოიყენეს მოთმა პრაქტიკაში თავიანთი ცოდნა. კარგი კითხვაა ძალიან. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ჩვენ ვცდილობთ რომ შევქმნათ წდომა ფინანსებზე, ინფრასტრუქტურაზე და ცოდნაზე. აი ხა მაგალითად ტელევიზორს უყურებენ თომა და ანა, თომას უნდა რომ გამოვიდეს გამომგონებელი ანას პილოტი.
ტექნოპარკში ყველაფერია იმისთვის, რომ დაწყებული, ასე ვთქვათ, დრონების ლაბორატორიით გაგრძელებული სხვადასხვა პროგრამებსაც შეგიძლია რომ საკუთარი საფრენი აპარატები შექმნა, რომ ბავშვებმა რომთაც ასეთი სურვილები და ოცნებები აქვთ, ეს ოცნებები აიხდინონ. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათ თავის რეალიზება მოახდინონ. ჩვენი პროგრამა Do It in Georgia მოიცავს დაწყებული პირველი ნაბიჯების გადადგმით გაგრძელებული ადამიანების განვითარებით პროგრამებს. შესაბამისად, ყველა პროგრამის პირდაპირ ამოცანა არ გახლავთ, რომ მათ მაგალითად ახალი სამსახური იპოვონ. არამედ თუნდაც არსებულ სამსახურში შეძლონ ბევრად უფრო ეფექტური მუშაობა, განვითარება, თუნდაც იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან კარგად იმ მიმართულებითაც, რომელიმე მიმართულებითაც ისინი მუშაობენ. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ სხვადასხვა სფეროს და დარგის ადამიანები შემოგვიერთდნენ. აი, თქვენ გაქვთ მაგალითად სამსახიობო ძალიან კარგი კარიერა, ხო? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, იქნება ეს თეატრი, იქნება ეს მედიცინა, იქნება ეს მაგალითად ინჟინერია თუ ბიზნესი თუ სხვა, შემოგვიერთდნენ და სხვადასხვა სფეროდან თავიანთი ხედვები შეაჯერონ და თუნდაც ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროგრამაზე დაიწყონ მუშაობა. ძალიან ხშირად ბევრ ამას ჩვენ ჯერ წიგნებში ვკითხულობთ, მერე თეატრში ვნახულობთ, ან ფილმებში ვნახულობთ და მერე ვნახულობთ ამ ყველაფერს ცხოვრებაში, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომელთაც თუნდაც ესეთი ხედვები აქვთ, ის ტექნიკური უნარებით შეიძინონ, რომ შემდგომ უკვე მომავალში ამის რეალიზება მოხდეს. ძალიან კონკრეტული პასუხი რა გაგცეთ თქვენს კითხვაზე, დიახ, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ სტატისტიკას, უყურებთ თუ რა მიმართულებით არის უფრო უკეთესი შედეგები, ისე ვცდილობთ, რომ უფრო მეტად კურსები ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს. აი სწორედ ეს კითხვა მინდა და მესვაკერე და ვისაუბროთ იმ თემაზე, რომ გარდა თეორიული ცოდნისა, მათ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მენტორების ჩართვა და დახმარება კონკრეტული მიზნით. აი როგორ ხდება ეს პროცესი და ზოგადად თუ არ ვცდებით, თავად პროვაიდერები განსაზღვრავენ ხანგრძლივობას კურსის, ხო, ანუ თქვენი მხრიდანაც არის ჩართულობა თუ მხოლოდ მათზე არის დამოკიდებული, აი როგორ შედგება ეს ჩვენ ვაწესებთ მინიმალურ მოთხოვნებს თითოეული ტრენინგ პროვაიდერისთვის გამოცდილების კუთხით და ტრენინგების კუთხით. რა ხანგრძლივობის უნდა იყოს, როგორი ტიპის სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულნი, ხარისხს ჩვენ ვაკონტროლებთ. თუმცა შემდეგ ვაძლევთ თავისუფლებას, რომ მათ შესთავაზონ უკვე ჩვენს მოქალაქეებს საინტერესოდ ის თუ როგორ განვითარდება მათი ცხოვრება, თუნდაც აი ამ განუკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც ტრენინგებს უკავშირდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, რომ ეს იყოს არ მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდება, არამედ იგივე პრაქტიკული უნარების გამომუშავება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ პროვაიდერებს, რომ მათ პრაქტიკული უნარებიც გამომუშავონ, შესაბამისად ამუშავონ რეალურ პროექტებზე, ჩართონ კარიერული მენტორები, სპეციალისტები, რომლებიც მათ უკვე ცხოვრების ამ ეტაპზე დაეხმარებიან, რომ გაიკვალონ გზა კარიერაში, IT მიმართულებით. ასე რომ ჩვენ ვქმნით ჩარჩოს, თუმცა შემდგომ უკვე იქიდან გამომდინარე, რომ ჩანსაღი კონკურენცია, ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება უფრო საინტერესო კურსი შესთავაზოს და ამ კურსთან ერთად დამატებითი ბენეფიტები, რომ შემდგომ უკვე ადამიანებმა, კონკრეტულად ეს პროვაიდერი და ეს კურსი აირჩიონ და არა მაგალითად სხვა. სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც მინდოდა მეკითხა თქვენ ახსენეთ, რომ Do It in Georgia-ში არა მხოლოდ ეს პროექტი, ანუ რამდენიმე სხვადასხვა პროექტებია და ხშირად არის ხომ რომ თქვათ აი საერთაშორისო კომპანიებიც ერთვებიან. ამ შემთხვევაში თუ დასაქმებას მით უმეტეს და თუნდაც ამ ჩართულობას რაც ეხება სწავლის პროცესს, ძირითადად ქართულ კომპანიებზეა გათვლილი, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა და ან თუ იგეგმება, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბს მოიცავდეს, არამედ თქვენ ეს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობაც მოხდეს ამ პროცესში. კი, სწორი ბრძანებებით, ანუ თვითონ პროგრამა რამდენიმე მიმართულებისგან შედგება, დაწყებული პირველი ნაბიჯების გადადგმით, ისე მაგალითად შენი უნარების განვითარებით და შესაბამისად საერთაშორისო აღიარების მოპოვებით, იგივე საერთაშორისო სერტიფიცირებით და სხვა.
ეს პროგრამა დროთა განმავლობაში მოიცავდა იგივე მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, რომელიც მაგალითად დაკავშირებული იყო საერთაშორისო კომპანიებთან, საერთაშორისო სერტიფიცირებასთან. იქ მოწვეული იყვნენ საერთაშორისო მონიტორები, საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ასე ვთქვათ ახდენდნენ გადამზადებას და შემდეგ ყველა კურსი მიბმული იყო საერთაშორისო სერტიფიცირებას და უკვე ყველას შეეძლო წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასულიყო საერთაშორისო გამოცდაზე. ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა ამ პროგრამებს და ასევე ჩვენ ჰქონდა გაცრავად ჩვენ ჰქონდა ასევე იგივე საერთაშორისო IT კომპანიებთან საქართველოში უკვე 200-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს და მათთანაც გვაქვს ხოლმე დროთა განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები მათთან ერთად. მაგალითად, ერთ-ერთი გახლავთ დასაქმების პროგრამა, რომელიც უკვე რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობდა. ჩვენ გამოვიდეთ 6 საერთაშორისო IT ტრეინინგ პროვაიდერი და ისინი უკვე თითოეული მათგანი იღებდა პასუხისგებლობას კონკრეტულად ერთ-ან ორ რეგიონზე საქართველოში და შესაბამისად ჩვენ უკვე ადგილზეც ადამიანებს ვაზრობთ თომას ხარისხიან განათლებაზე, ცოდნაზე და რაც თავარია პრაქტიკულ, ასე ვთქვათ, უნარებზე, რომელიც შემდგომაც უკვე არაერთ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა სტაჟირების და დასაქმების ამ საერთაშორისო კომპანიებში. Do it in Georgia არის ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ხაზიც არის, რომ გვინდა გავხდეთ ტექნოლოგიური ჰაბი. აი ეს პროექტი თქვენ როგორ ხედავთ მის სტრატეგიულ მიზანს, როგორ აისახება იმ საერთო ქვეყნის მიზანში, რაც გვაქვს, აი რა გავლენას მოახდენს. პირდაპირ მე ჩემი დასკვნა რაც შეიძლება ვთქვა, რომ ის ციფრები, რაც ახლა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით 31000-ზე მეტი აპლიკანტი, ის მიმართულებები, თუნდაც პროვაიდერები, ვინც არიან ჩართული ამ პროექტში, ყველა ძალიან ხარისხიან ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ის ფაქტი, რომ წელს აი ხელოვნური ინტელექტზეც უფრო მეტი, რომ ვთქვათ ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც რომ დაემატა, იმიტომ რომ დღეს პროგრამირება ან ტექნოლოგიები AI-ის გარეშე ცოდნა მოთხოვნადი გახდა. აი ეს ყველაფერი საერთო ჯამში თქვენ სტრატეგიულ ხედვაში რა შედეგს მოგცემს? ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ტექნოლოგიურ გზაჯვარედინს ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოტენციალი, რომელიც აქვს ქვეყანას, ძალიან კარგად გამოიყენოს. ზოგადად ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქვეყნის იყვნენ ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას, რომელსაც მცირე რესურსები აქვს, ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ხო? ეს ყველაფერი ისე გამოვიყენოთ, რომ ვიყოთ ჩემპიონები იმ სფეროებში, რომ სფეროებში ჩვენ მუშაობთ. ძალიან კრეატიული ნიჭიერი ხალხი ვართ. ძალიან, ასე ვთქვათ, ადვილად ვითვისებთ ძალიან ბევრ რამეს. და მათ შორის ტექნოლოგიებში და მოწინავე დარგებში ძალიან კარგი სპეციალისტები გვაქვს, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში პოტენციალის გამოყენება და თავად სააგენტოც ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ერთი ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ტალანტების ბაზის განვითარება, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით. მეორე ეს გახლავთ უკვე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და მესამე ეს გახლავთ კვლევისა და განვითარების მიმართულება, ეგრეთ წოდებული R&D. და ჩვენი პროგრამები სწორედ ამაზე ამორგებული იმ გრძელვადიანი სტრატეგიისთვის, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ გვაქვს 9 ტექნოლოგიური პარკი და ახლა გვაქვს მე-10-ს ქუთაისში, ქუთაისის ასე ვთქვათ, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც ასევე ძალიან დიდი და მასშტაბური გეგმები აქვს სახელმწიფოს და კი 31000 აპლიკანტი ყავდა, სადაც 1000 შეურჩიეთ დაუშვათ ამ კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ ჯამში ტექნოპარკებს უკვე 100000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საბოლოო ჯამში ეს სტარტაპ ეკოსისტემა და სტარტაპ კულტურა საბოლოო ჯამში განაპირობებს ქვეყნის უკეთეს მომავალს და ჩვენი ამბიციაც არის ის, რომ ასე ვთქვათ, შევქმნათ უკეთესი საქართველო და უკეთესი მსოფლიო, რადგან საქართველო ამ მსოფლიოს ნაწილია და ჩვენ ყოველთვის გაგვიჩნდა ამისი ამბიცია და მიზანი ქართველებს, რომ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამორჩეული რამ მიგვეწოდებინა და შესაბამისად ბევრი სიკეთე მოუტანია ჩვენ ქვეყანას მთელი სამყაროსთვის. ასე რომ ჩვენი მთავარი ამბიცია და სტრატეგია სწორედ ეს არის, ვიყოთ საჯვარედინი ტექნოლოგიური, რადგან ტექნოლოგიური ჰაბის ამბიცია ბევრს აქვს, თუმცა საჯვარედინობას ჩვენს ქვეყანას ვერავინ ვერ ესწრებს, ვერ წაართმევს, როგორც
ჩვენი მარკეტინგის მენეჯერი ამბობდა. და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ყველა ადამიანმა იზრუნოს ამაზე, როგორც სახელმწიფოში, ისე კერძო სექტორში.